დაახლოებით ქალაქ ბორჯომში, სადაც აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ატარებს ღონისძიებას და ჩვენ შემდგომში აფხაზეთის მთავრობა კიდევ ქვეყნის მასშტაბით ჩავატარებთ და დაუჭერთ ხარს ასეთ ღონისძიებებს. ვიმყოფებით აფხაზეთის 22 საჯარო სკოლაში, ქალაქ ბორჯომში. ჩვენი ერთ-ერთი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ბავშვების მოზარდების მულტიპროფილური სკრინინგული კვლევები. ბავშვებს თან ახლავთ მშობლები, რომელთანაც ხდება ინფორმაციის გაზიარება შესაბამისი რეკომენდაციების გაწევის მიზნით და ბავშვებს ურიგდებათ შესაბამისი დანიშნულების საგნები, ჰიგიენური საშუალებები და ასევე მედიკამენტები.